მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება გზავნილს სამყაროსგან. რა არის ის ინფორმაცია, რისი ცოდნაც ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. და ნახოთ, რა არის ის ინფორმაცია, რისი ცოდნაც თქვენთვის ახლა აუცილებელია. რისი თქმა სურთ თქვენთვის. არკანი სამყარო, არკანი შეყვარებულები და არკანი მთვარე. ძალიან საინტერესოა, სამი მაღალი არკანი მოვიდა იდენტიფიცირებაში. კვერთხების მეფეც გვყავს 10-იანი კვერთხები და გვყავს პენტაკლების ტუზი და არკანი სამსჯავრო. 2-იანი პენტაკლები და თასების ტუზი. ჩემო ძვირფასებო, მოდი მაშინ ვთქვათ ესე, ვისთვის არის ეს გაშლა. ეს გაშლა, რადგან აქ შეყვარებულების არკანიც არის პრინციპში თასების ტუზი და პენტაკლების ტუზი. ვთქვათ ასე, აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გაშლა პირველ რიგში დააინტერესებს ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს რაღაცნაირად რომელთა ბედი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, მაგრამ ეხლა ამ წუთას ერთმანეთთან არ ხართ, ნამდვილად არ ხართ, თუმცა როგორი არკანია, იცით, ეს ნახეთ, აქ წყვილია და აქ ანგელოზის სახით კიდე რაღაცა თითქოს მოგონებებიც გამოსახულია, თითქოს რაღაცას იხსენებთ. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანი ეხლა იმყოფება ქორწინებაში, ოჯახში, მაგრამ რაღაც წარსულთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, რაღაც იხსენებთ რაღაცას, რაც ძალიან დიდ და ღრმა ემოციებთან იყო დაკავშირებული წარსულში. აქტუალური ხდება ის შეგრძნებები, თითქოს რაღაცა ცოცხლდება თქვენში. ნახეთ, როგორი გამწვანებული სამყაროს არკანი გვაქვს აქ. რაღაცა იღვიძებს, რაღაცა ახალი შთაგონება გერთვებათ თითქოს, იმიტომ რომ არკანი მთვარე არის ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური არკანი იმ თვალსაზრისით, რომ აქ შეგვიძლია ვთქვათ სიტუაციები, როცა ადამიანი ეხება მისთვის ძალიან ღრმა გრძნობებს. შესაძლოა გრძნობებს, რომელიც ან დაავიწყდა, ან ჩათვალა, რომ რაღაცა ცხოვრების გარკვეული პერიოდის მანძილზე არააქტუალური იყო და ეხლა ისევ განახლდა. რაღაცა არის სიტუაცია, იმიტომ რომ აქ კარმის არკანიც მოდის, სამსჯავროს არკანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიტუაციები უკავშირდება წარსულს და ეხლა გახდა ისევ აქტუალური. თუმცა წარსულთან დაკავშირებული ემოციები იყო ძალიან მძაფრი და ძალიან ღირებული. იქიდან გამომდინარე, რომ აქ ორი ტუზის ენერგიაა და ეს სიტუაცია, რასაც ახლა თქვენ იხსენებთ, აქ შეყვარებულების არკანი, რომელიც გვეუბნება, თქვენში იწვევდა არაჩვეულებრივ გრძნობებს, რაღაცა თითქოს თრთოლვას სულიერ დონეზე. ეხლა რა მინდა რომ გითხრათ, სხვათა შორის ზოგიერთი თქვენგანისთვის, შეიძლება უმრავლესობისთვისაც, მოდი ასე ვთქვათ, ეს გრძნობა არ არის, როგორ ვთქვა, არ არის ისეთი, რასაც ესე ყოველდღე შეეხებით და რაღაც მატერიალურია და განგიცდიათ თითქოს ბევრჯერ. ეს რაღაცა ისეთი შეგრძნება, რომელიც იშვიათია, მარტო თქვენია, ესე ვთქვათ, მოდი და ძალიან ფასეულია და ძალიან დამალული თქვენში შიგნით, იმიტომ რომ ახლა ეს სამყაროს არკანი თითქოს რაღაცა ერთი ციკლის დასასრულია და დასაწყისი, ეხლა შეიძლება ითქვას, რომ თქვენს რეალობაში გარკვეული ტიპის სასიყვარულო
ოღონდ ეს არ შეიძლება არ იყოს რაღაცა მაინც და მაინც პარტნიორული, აი შეიძლება რაღაც უბრალოდ ეტრფოდეთ ადამიანს ესე შორიდან. აი ესეთი პარტნიორული ურთიერთობების განახლების ეტაპი დგება. კი, აი განახლების თქო და არკანის სულელი მოვიდა. აი თითქოს რაღაცა ახალი სიცოცხლე მიეცა, ახალი ძალა მიეცა არკანი მეეტლე. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ვაიმე ღმერთო, არკანი განდეგილი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დადგა თქვენს ცხოვრებაში. აი თითქოს ძალა მოიკრიბა თუ აი არ ვიცი, რაღაც ძალიან საოცარ ენერგიებს უგრძნობ, არკანის ზომიერება. ჩემო ძვირფასებო, მადლობა ღმერთს, რომ თქვენს თვალწინ ვიღებ ზუსტად უკაცრავად აი ამ არკანებს. 5-იანი კვერთხები და 6-იანი თასები. კი, ნამდვილად მე შემიძლია ვთქვა, კი ბატონო, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიტუაცია, რასაც ახლა თქვენს ცხოვრებაში გადიხართ და რატო წამოწიეს, ხო, რა არის თქო ის ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ, კითხვა ესეთი იყო ჩვენ შემთხვევაში, ანუ გზავნილი სამყაროსგან. ანუ ეს სიტუაცია, რასაც ახლა გადიხართ, აი რასაც მე აღწერ თუ თქვენთვის აქტუალურია, იცოდეთ, ზუსტად იცოდეთ, რომ შემთხვევითი არ არის და აი აქ ნამდვილად ჩართულები არიან თქვენი მფარველი ანგელოზები, მაღალი ძალები, უზენაესი იერარქიის მქონე ასე რომ ვთქვათ გამოღვიძებული სულები, ხო? აი ესეთი ადამიანები, ან თუნდაც ადამიანები არა, აი რაღაცა თქვენ მიგიყვანეს თითქოს ისეთ სიტუაციაში, ისეთ გარემოში აღმოჩნდით, სადაც აი ამ ძალიან ღრმა ფუნდამენტური გრძნობებზე და გრძნობების შეხებითა და ესეთი ოდნავი შეტორტმანებით, ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ აი აქ, თქვენ თითქოს გეძლევათ უნარი და ძალა ახლიდან დასტარტოთ და ახლიდან დაიწყოთ რაღაცა გარკვეული ტიპის პროცესები. მოკლედ აი ესეთი სიტუაციაა, ვისთვისაც ეს იდენტიფიცირება და წინასწარი მოკლედ მიმოხილვა იყო აქტუალური. ეხლა ვნახოთ და თუ თქვენთვის რეზონირდა, ეხლა უშუალოდ გადავიდეთ გზავნილზე. რისი თქმა სურთ აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მაღალ ძალებს და სამყაროს თქვენთვის. ვნახოთ, ჩემო ძვირფასებო, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება და კომენტარება და აუცილებლად გააკეთეთ ეს ყველაფერი ენერგეტიკული ბალანსისთვის. აი ვნახოთ ახლა უშუალოდ სიტუაცია, რომელიც აღწერე, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისი თქმა სურთ თქვენთვის მაღალ ძალებს. კვერთხების რაინდი, არკანი მეეტლე და არკანი იეროფანტი. აი მეორე დასტით დავიწყეთ მუშაობა და იგივე არკანები, იგივე ენერგიები ამოვიდა. ანუ თქვენ ჩემო ძვირფასებო, თუ მამაკაცები მიყურებთ, თუ ქალები მიყურებთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ნამდვილად თითქოს აი რაღაცა რო გაგინათდებათ გონებაში, გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება მიიღეთ ეს გადაწყვეტილება უკვე თქვენ, რომ დროა დასრულდეს განდეგილობა, დროა დასრულდეს მხოლოდ საკუთარ თავთან რაღაცა პროცესებზე საუბარი და ასე შემდეგ, დროა დასრულდეს მოგონებები და ეს მოგონებები ისევ თავიდან გადაიქცეს რეალობად. ანუ გააცოცხლეთ ეს ყველაფერი გვეუბნებიან სამყაროს მმართველი ენერგიები, ხო? დაბრუნდით, იმიტომ რომ ეს სიტუაცია რაც არის, ხო, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარსულში და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ახლაც აქტუალურია. კი ბატონო, აი ნახეთ, როგორი რვიანების კვერთხები მოვიდა, ეს არის თითქოს აი შთაგონება, აი თითქოს რაღაცა გაცნობიერება, რაღაცა გააზრება, რაღაცა ძალიან დიდი იმპულსი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში და დასრულდა გაურკვეველი და თვალებახვეული, ბუნდოვანი, ბურუსით მოცული პერიოდი. კი ბატონო, ეს პერიოდი თქვენთან სრულდება, აი კი, სამიანი ხმლები, ჩემო ძვირფასებო და არკანი ზომიერება. ანუ ეს განშორება, ეს მანძილი, ეს რაღაცა
10-იანობის თასები, ეს რაღაცა ტკივილი, რაც ამ ყველაფერს ახლდა და რაც ახლა განახლდა, ხო? აი თქვენს შემთხვევაში სულ სხვა ელფერით, სულ სხვა ბრწყინვალებით, სულ სხვა მრავალფეროვნებით და სულ სხვა დადებითი ემოციებით ბრუნდება. მაღალი ძალები ამას გეუბნებიან. კი ბატონო, პენტაკლების მეფე მოვიდა აი აქ ახლა იდენტიფიკატორად, ჩემო ძვირფასებო და პენტაკლების ტუზი. ნახოთ დედოფალ, ხო, აი პენტაკლები, ხმლების ტუზიც. ჩემო ძვირფასებო, ეხლა რა მინდა რომ გითხრათ? ერთი დედოფალსაც მოვძებნი, ჩამოკიდებული კაცი და აი ეხლავე დაგიბრუნდებით 7-იანი კვერთხები და ხმლების მეფე. ხმლების მეფე თუ მამაკაცები მიყურებთ პირდაპირ ან ქალბატონები რომლებიც მიყურებთ ადამიანზე მამაკაცზე რომელსაც უსმენთ, ხო? ეს ადამიანი შესაძლოა გაიცანით ერთი სამსახურში, მეორე თუ სამსახურში არ გაგიცნიათ, ეს ადამიანი არის ძალიან საქმიანი პიროვნება, ძალიან გამჭრიახი გონების მქონე ადამიანი, თუმცა ამავე დროს ძალიან მოზომილი აქვს თავისი ემოციები. აი თასების მეფე, მესამე მეფე მოვიდა. აი ძალიან მოზომილი აქვს თავისი ემოციები და სავარაუდოდ ამ ემოციების მოზომვასთან დაკავშირებით მეოთხე ტუზი მოდის ჩამოძვირფასებო. აქვს გარკვეული ტიპის მიზეზი, რატომაც არის ეს ადამიანი ასე, თორემ რეალურად ახლა ენერგია, რასაც უყურებთ, აქ 4 მეფის ენერგია დაალაგდა და 4 ტუზის. აქ ვერანაირად ვერ ვიტყვი, არკანი ეშმაკი, რომ ეს სიტუაცია არკანი სამართლიანობა, ეს სიტუაცია არის შემთხვევითი და 10-იანი კვერთხები. ჩემო ძვირფასებო, ახლა რა მინდა აქ რო ვთქვათ, მაღალი ძალების გავლენით ეს მდგომარეობა თქვენს შემთხვევაში დაბრუნდა იმისათვის, რომ თქვენ იგრძნოთ და დაიჯეროთ, რომ არაფერი არ მოგჩვენებიათ, რომ ეს ყველაფერი ილუზიური და წარმოსახვითი არ იყო და მხოლოდ თქვენს გონებაში და ვირტუალურ წარმოსახვით ნაწილში არ ხორციელდებოდა. აი მოვიდა აქ პენტაკლების მეფე და რადგან ეს დედოფალი და რადგან პირველი მოვიდა პენტაკლების მეფე, წყვილი გვყავს, აქ შეგვიძლია ესე ვთქვათ და ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანაბარი ან ძალიან დაახლოებული საქმიანობის სფეროები გაგაჩნიათ თქვენ, ვისაც აქვს ეს გაშლა რეზონირებული თავიდან იდენტიფიცირების პროცესში. ანუ თქვენ მეორე ნახევარი, ხო, აი ძალიან გგავთ რაღაცით, ან მენტალობით გგავთ, ან პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან მსგავს სფეროებში მუშაობთ. სამყარო რატო აბრუნებს ამ ყველაფერს, აი სამყარო თქო და მოვიდა თვითონ სამყაროს არკანი, ეს არის ციკლი, გარკვეული ციკლი, რომელიც აუცილებლად უნდა დაასრულოთ. მსმენელები, რომლებმაც იცით და გსმენიათ გეშტალტების შესახებ და დაუსრულებელი გეშტალტების ან დაუხურავი გეშტალტების შესახებ, აი ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, რომ თქვენთან გათამაშდა რეალობა, სადაც თქვენ მაღალმა ძალებმა, სამყაროსეულმა ენერგიებმა გიბიძგეს უკაცრავად იმ პროცესებისკენ, რაც თქვენს ცნობიერებაში მუდმივად ტივტივდება და აუცილებელია რომ გააცნობიეროთ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ აქვს თქვენთვის ამ ყველაფერს ამხელა მნიშვნელობა, არკანი ვარსკვლავი და არკანი იეროფანტი. ჩემო ძვირფასებო, რა მინდა რომ გითხრათ, ეს არის ძალიან კარმული ეტაპი, რასაც ახლა თქვენ გადიხართ, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები, ადამიანი, რომელზედაც ეს კონკრეტული გაშლა რეზონირებს, ის ადამიანიც ძალიან მნიშვნელოვანი და კარმული პერსონაა თქვენ შემთხვევაში და მოდი მე მინდა რჩევა ამოვიღო, მე გირჩევდით, რომ აი დაასრულოთ, მოგცეთ საკუთარმა თავმა იმის გამბედაობა და ნება, რომ დაასრულოთ რაღაცა გარკვეული
ზოგისთვის ეს იქნება დაუსრულებელი მოლოდინი, ზოგისთვის ეს იქნება გამოუთქმელი რაღაცა, ან გრძნობა, ან ემოცია, ან რაღაც. ხო, ზოგისთვის ეს იქნება დაუსრულებელი განშორება, შეხვედრების ციკლი და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა უნდა დაასრულოთ. აი ეს არის ამის თქმა სურს მაღალ ძალებს თქვენთვის, რაღაცა უნდა დასრულდეს, რაც თქვენი გონებრივი, მენტალური, ფსიქიკური, ნათალური თუ ყველანაირია ეს სხეულის დონეზე იწვევს თქვენი ენერგიის გადინებას. ნუ კი ეს ენერგია აქამდე დაუშვათ თქვენ მოყვათ, მაგრამ ეხლა მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ უკვე მოქმედების დროა. კი ბატონო, აი 10-იანების თასებით შემოძვირფასებო, ეს ადამიანი, ვიზეც თქვენ ჩაიფიქრეთ ეს კონკრეტული გაშლა, ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა თქვენს ცხოვრებაში. და ქურუმი ქალი. ამ შემთხვევაში ქურუმი ქალი შეიძლება, კი ბატონო, აი ახლა ეს უნდა მეთქვა და მოვიდა აქ სამიანი კვერთხები. ქურუმი ქალი შეიძლება ნიშნავდეს სიტუაციას, როდესაც ეს წყვილი, ანუ თქვენი წყვილი, თქვენი და თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანის წყვილი, ან ორივე, ან რომელიმე თქვენგანი შეიძლება იმყოფებით ქორწინებაში, ყავთ შვილები და შესაძლოა ეს ყველაფერი განვითარდეს როგორც ფარული ურთიერთობა. ხმლების ტუზი და არკანი მაგი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გაქვთ და გირჩევთ, რომ აირჩიოთ სწორი გზა, როგორ უნდა გამოიყენოთ სამყაროსგან მოცემული ეს შანსი და დაასრულოთ ეს რაღაცა ბუნდოვანი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. შემოძვირფოთ. არკანი სიკვდილი. ამ შემთხვევაში არკანი სიკვდილი არის ძალიან ტრანსფორმაციული არკანი და აი ხმლების დედოფალი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა იფიქროთ, კი ბატონო, არკანის სიკვდილი, არკანის სულელი და ხმლების დედოფალი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა იფიქროთ იმგვარად, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა რა იყო წარსულში, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რა იქნება დღის შემდეგ. და ამ ყველაფერს როგორც ფიქრობთ, ისე ახორციელებთ. კი ბატონო, არკანის სამართლიანობა, კვერთხების, ბოდიში თასების რაინდი და სამიანი პენტაკლები. რაც შემიძლია აქ გითხრათ, არავითარ შემთხვევაში ეს შანსი, რაც სამყარომ მოგცათ, ან უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ, არ გაუშვათ ხელიდან. ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის კონტაქტების აღდგენა და განახლება მიმოწერის დონეზე, თუნდაც, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ ძალიან შეგავსებთ, ძალიან დიდ ენერგიას მოგცემთ და დაგაჯერებთ, რაც მთავარია, რომ თქვენს ტვინში არ არის მხოლოდ ის, რაც არის მეორე ადამიანიც ანალოგიურად გრძნობს და განიცდის ამ ყველაფერს და თუ არ გრძნობს და არ განიცდის, როგორც მინიმუმ პასუხს მაინც მიიღებთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ღირს თუ არ ღირს კიდევ დაუშვათ გარკვეული პერიოდი, ჩემი ცხოვრების გარკვეული დრო დაუთმო აი ამ ადამიანზე ფიქრს. აი ეს არის მაღალი ძალების გზავნილი თქვენთან მიმართებაში, რომ თქვენ უკვე უნდა შეძლოთ და გააკეთოთ დასკვნები, მიიღოთ რეზულტატები, შედეგები და დასახოთ მომავლის გეგმები. რჩევა მინდა თქვენთვის ამოვიღოთ შემოძვირფასებო ამ საკითხთან დაკავშირებით. აი მაღალი ძალების რჩევა, რას გირჩევთ სამყარო, აი მოცემულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რას გირჩევთ სამყარო. არკანი იეროფანტი მოვიდა, ცხრიანი კვერთხები და რვიანი კვერთხები. არკანი იეროფანტი ნიშნავს იმას, რომ უკვე დროა, კი ბატონო, და არკანი შეყვარებულები. უკვე დროა გაერთიანების, უკვე დროა აი ამ რაღაც გაჩერებული სიტუაციების დასრულების და უკვე დროა რომ გახვიდეთ ფონს და თქვენც შეირგოთ, იგრძნოთ, კი ბატონო, არკანი ზომიერება მოვიდა ისევ და 6-იანი თასები. უკვე დროა თქვენც იგრძნოთ და თქვენც თქვათ ის ყველაფერი, რისი თქმაც
გინდათ. ისევ მოვიდა პენტაკლების მეფე, ჩემო ძვირფასებო. გაბედეთ და იყავით რეალურები, იყავით ავთენტურები თქვენს თავთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი აქ სიტუაცია უკავშირდება მამაკაცი როგორი ისიც შეგვიძლია, აი ძალიან ისეც საქმიან, შეიძლება იყოს პირდაპირ დაკავშირებული მისი საქმიანობა ფინანსებთან. ერთი ეს. ან მაგალითად ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ფინანსურ ენერგიაში და ფინანსური ენერგიის მართავს. ანუ შეიძლება იყოს ეს ბიზნესი, ან ბანკირი, ან რაღაცა ესეთი მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც შეხება აქვს გარკვეული ტიპის დოკუმენტაციასთან, იურიდიულ დოკუმენტაციასთან. ეს ყველაფერი გვეუბნება ამას. აი ესეთია სიტუაცია თქვენთვის სამყაროს აქვს ჩემო ძვირფასებო ახალი შანსები. ბრუნდება თქვენს რეალობაში ის ვარსკვლავი, ის ჩრდილოეთის ნათება, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ესე გჭრიდათ თვალს და ესეთი შორი იყო თქვენგან. დროა დაიწყოთ მოქმედება, კი ბატონო, დროა გაგინათდეთ გზა, გონება და ამ ყველაფერში სამყარო თქვენს მხარეს არის. არკანი ეშმაკი. ჩემო ძვირფასებო, უმრავლეს შემთხვევაში ეს სიტუაცია შეიძლება დასრულდეს ოჯახით, თუ განაახლებთ ამ ყველაფერს, ან თუ ოჯახით არ დასრულდა, ყოველ შემთხვევაში კარმული ნამდვილად ეს შეხვედრა და შესაძლოა იყოს რაღაცა ფარული ურთიერთობების განვითარების ძალიან მაღალი პერსპექტივა, მაგრამ მე არა ვარ ზოგადად მომხრე ფარული ურთიერთობების, მაგრამ რა შემიძლია გითხრათ, როდესაც ესეთი სიტუაციები თქვენს რეალობაში მოდის, რაღაცისთვის მოდის აუცილებლად და ეცადეთ რომ დასკვნები გამოიტანოთ და იცოდეთ რატომ ხდება თქვენი ენერგიის ამ კუთხით ხარჯვა. აი ეს არის, ვისაც პირადი კონსულტაცია გნებავთ, ვისაც მოგეწონათ ეს საჯარო გაშლა, ვისაც გაგიჩნდათ კითხვები, აი ამ გაშლიდან გამომდინარე, რა რეალობა არის თქვენს სიტუაციაში და ასე შემდეგ, ყველას გელოდებით პირად კონსულტაციაზე, გავარჩიოთ თქვენთვის საკითხები ინდივიდუალურად და ვიმსჯელოთ ყველაზე ოპტიმალურ და საუკეთესო გამოსავალზე. თითოეული თქვენთაგანისთვის ცალ-ცალკე. გისურვებთ ბედნიერ დღეს, გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ მშვიდობას და გისურვებთ გეპოვოთ ადგილი, სადაც ეს თქვენი აფორიაქებული გულის, აფორიაქებული ნავი იპოვის მყუდრო ნავსაყუდელს. დროებით ჩემო ძვირფასებო, შეხვედრამდე.